საპარლამენტო დელეგაცია სამარცხვინოს უწოდებს ევროსაბჭოს სესიაზე რუსეთის სათათბირო სპიკერის სერგეი ნარიშკინის გამოსვლას. დელეგაციის ხელმძღვანელს თედო ჯაფარიძეს მისთვის დვანში განვითარებულ მოვლენებზე უნდა დაესვა შეკითხვა, თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებული დროის ამოწურვის გამო ეს ვერ მოახერხა. ქართული დელეგაცია რუსეთის სათათბირო სპიკერს დროის შეგნებულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველაზე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით რუსეთს არ სურდა პასუხების გაცემა. ნარიშკინმა ასევე არ ახსენა საქართველოს თავის პასუხში შვეიცარიელი პარლამენტის შეკითხვაზე, რომელიც საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვასა და სომხეთზე რუსეთის მიერ ზეწოლას შეეხებოდა. ყოველთ მიუღებელია, რომ როდესაც ამ ორგანიზაციაში, რომელიც წარმოადგენს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას, გამოდის რუსეთის დუმის სპიკერი და ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს არ აქვთ უფლება საშუალება მას დაუსვან კითხვა. ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა ბატონმა მინიონმა, პასეს პრეზიდენტმა, ამიტომ ნარიშკინის გამოსვლა ჩავთვალოთ გამოსვლად და ბატონ მინიონთან ჩვენ ალბათ გვექნება ძალიან სერიოზული ლაპარაკი. ბატონმა ნარიშკინმა საკუთარ ბელეტისტიკულ სტილში ისაუბრა ძალიან დიდი ხანი, რამაც არ დატოვა საშუალება, რომ გარდა პრაქტიკულად პოლიტიკური ჯგუფებისა, სხვა დელეგაციის წარმომადგენლებს დაესვათ შეკითხვები. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩაწერილები შეკითხვაზე, მაგრამ ელემენტარულად ამის შესაძლებლობა არ მისცა მისმა გრძელმა სიტყვამ. სუპერ სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენა აქ დამსწრე დეპუტატებს, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა კრიტიკულ კითხვაზე, რომელიც მას დაუსვეს რუსეთის კანონმდებლობასთან მიმართებაში, არასამთავრობოების შეზღუდვაზე, ინტერნეტის შეზღუდვაზე და ასე შემდეგ, ის ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ აქვთ ფანტასტიკურად მდგომარეობა და შეუძლია გამოცდილება გაუზიაროს დანარჩენ ევროპას და ამეცადინოს ყველა როგორ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში. აი ეს მან ვერ მოახერხა ოკუპაციასთან და საქართველოსთან მიმართებაში და ეს ძალიან კარგი იყო.